ჩემს მეგობრებს ჩავაკითხე პრაღაში და დღე-ნახევარი მქონდა იმისთვის, რომ ყველა ღირსშესანიშნაობა მენახა და თანაც გემრიელად მეჭამა. დილა დავიწყეთ ყავით და მერე გადავინაცვლით ბაგეტერიაში, სადაც უგემრიელესი ბაგეტები ვჭამეთ სხვადასხვა შიგთავსით, იყო ეს ხორცით და ასევე მოყვებოდა კარტოფილი სხვადასხვა соусებთან ერთად. მე ასევე იგივე შიგთავსით შეგეძლო აგერჩია ვრაპის ფორმის და ასევე იყო ვეჯი ჩემი დაქალისთვისაც. ქუჩაში სეირნობისას გადავწყვიტეთ კარტოფილიც გაგვეცინჯა, რომელიც მე ძალიან მომეწონა პირადად, მაგრამ ჩემი მეგობრები დიდად არ აღფრთოვანდნენ. სტანდარტული ზეთში შემწვარი კარტოფილის გემო ჰქონდა და ნამდვილად ხრაშუნა და გემრიელი იყო ჩემთვის. რადგან ძალიან დანაყრებულები ვიყავით, გადავწყვიტეთ ერთ ადგილას შევლა, სადაც დავლიეთ ლუდი, მაგრამ ეს იყო უფრო ღირსშესანიშნაობა, ვიდრე რაღაც საკვები ობიექტი. ძალიან გვინდოდა გვენახა ეს მატარებლის ლიანდაგების რესტორანი, სადაც აუცილებლად უნდა მოხვიდეთ თუ პრაღაში იქნებით. სატესტოდ რა ლუდებიც გავსინჯეთ. მე პირადად დიდად არ მომეწონა, რადგან ცოტა მომწარო იყო და ჩემთვის უფრო მსუბუქი გემოვებია კარგი, მაგრამ უკვე შემდგომ შევუკვეთეთ დიდი პორციებით, მოგვიტანეს სხვა ლუდები და რა თქმა უნდა, აქ უკვე სიტყვები ზედმეტია. და აი დადგა საღამოს ის მომენტი, სადაც მივედით ფორქსის რესტორანში, სადაც უგემრიელესი კანჭი უნდა გვეჭამა თავის შნიცელთან და სოსისებთან ერთად და ეს იყო სიტყვით აღუწერელი სიამოვნება ნამდვილად. კანჭი მართლაც იდეალური იყო, მაგრამ მე დიდად კანჭის მოყვარული არ ვარ, ამიტომ შნიცელმა გამაოცა ნამდვილად. 1000 ჯერ შევჭამდი კიდევ. ყველა საჭმის პორციას მოყვა თავისი соуსი, მდოგვი და პატარა დამარინადებული კომბოსტო, როგორც მივხვდი, სხვადასხვა გემოებით შესავებული. ასევე ცალკე ჩემი ვეგეტარიანული დაქალისთვის სალათი. შნიცელს მოყვა თავისი პიურე, ოღონდ მთლად პიურე არ იყო, პიურესთან ერთად იყო ცოტა მომცრო კარტოფილებიც და სხვადასხვანაირად შეზავებული, ზემოდან მოყრილი ხახვის ჩიფსებით და ძალიან მომეწონა სხვათა შორის, მაგრამ უკვე აღარ შემეძლო იმდენი ვჭამეთ, ესეც ჩვენი სასაცილო ჭამის ვიდეოები. და შნიცელის ჭამის მასტერკლასი ირაკლისგან გადაკეთე, შეჭამა. მართალია აღარ შეგვეძლო, მაგრამ ტრდელნიკის გარეშე როგორ წავიდოდი პრაღადან და მე და ჩემმა დაქალმა ვიყიდეთ და გემრიელად გავავლეთ მუსრი. და შემდეგი დილა, ჩემიდის დავალებით წავედით კაფე ლუვრში, სადაც კაპკა და აინშტაინი წრუბავდნენ ყავას. მე შევუკვეთე ჩიზკეიკი, ჩემმა დაქალმა კი შეუკვეთა პეროგი, ვაშლის, მაგრამ დიდად არ აღფრთოვანდით დესერტებით. სამაგეროთ ლატე იყო უგემრიელესი, გარემო ულამაზესი და პატარა მუზეუმივით. და სანამ ბრატისლავაში წავიდოდით, ბოლო გამოთხოვება პრაღასთან იყო მით ვანდალას, სადაც ვჭამეთ ბურგერი, დაკეპილი ხორცით კეთდება და სხვადასხვა გემრიელი соусები აქვს. ესეც ვეგეტარიანული ჰოთ-დოგი ჩემი დაქალისთვის და ესეც დღე-ნახევარი პრაღაში. ძალიან გემრიელი, ღირებული მოგზაურობა. ამ ადგილების ჩანიშვნა კი არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად ესტუმრეთ.